კიდევ ერთხელ. მაყურებლებო, დღეს ჩვენ ტრადიციულად არა მართალია, მაგრამ რიგარიში გვხვდებით, სამშაბათია დღეს ჩვენ ტრადიციულად პარასკევს გვხვდებით ხოლმე და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, მე და მამა სპირიდონმა გადავწყვიტეთ, რომ დღეს გესაუბროთ ამ თემებს. დაგულოცეთ მამა სპირიდონ. დაგლოცოთ გვერდს მამამი და თავადაც დაგლოცეთ და გვერდს დაგლოცოთ ჩვენ. დაიქარეთ. მამა სპირიდონ, თქვენ ხوار დაიწყებდით ამ თემაზე საუბარს და მე თავისთავად შემოგიერთებით. თქვენი იდეა იყო ეს დღევანდელი. ბატონო, კი, სიამოვნებით. ქვეყანაში არსებული ვითარება თითქმის ოჯახი არ არის დარჩენილი, მამაო, რომ შეწუხებული არ იყოს რაც ხდება. ირგვლივ ისე თავდა დაელაპარაკო არ იმჩნევს თითქოს აი როგორ გიხდა არ იმჩნევს თითქოს ყველაფერი კარგად არის ახალი წელი მოდის შუა მოდის ადამიანები უნდა ზეიმობდეს და ვიღაცა ზეიმობ ბავშვიანი ოჯახია მიდის თქვა რაღაც ცდილობს რომ საზეიმო ვითარება გქონდეს მაგრამ თითოეულ ჩვენთანაც გულში ყოველ ჩვენს თანამოქალაქეს აქ რაღაც გარკვეული შიში შეგრძნება რომ რაღაცა უბედურების რაღაცა ცუდი შეგრძნება აქვს საზოგადოებას და ელოდები და როდესაც დაუმთავრებელი ვთქვათ რუსთაველზე გამოსვლები და უკვე იარაღზედაც ლაპარაკობენ უკვე თანათან დაიწყეს საუბარი იარაღთან მიმართებაში იქიდან ახსენები და რა თქმა უნდა ძიმე სიტუაცია და სხვათა შორის სიმართლე გითხრა ისეთი სამაკ შეგრძნება თითქოს აი 33 წლის წინ 91 წლის დეკემბერი რო იყო თითქოს არაფერი არ ხდებოდა მანამდე ნოემბერში სიწყნარე იყო დეკემბრის პირველ ნახევარში სიწყნარე იყო რუსთაველზე როდესაც კანონიერი ხელისუფლებაში დამხობ თითქოს არაფერი არ ხდებოდა და უცებ იქდა პლენობა გავიხსენოთ აი ადამიანი დაიღუპა ტყვია გავარდა ორივე მხარე ერთმანეთს აბრალებდა რომ ტყვია გავარდა საკრალური მსხვერპლი ქვია ასე მსხვერპლს მე გვარიც მახსოვს მაშინელი გარდაცვლით ჩეჩელაშვილი გვარა მეტყვა გაანთებს ბიზნესული თვითონ ქვეყნისთვის რა თქმა უნდა ეს სროლა და საკრალური მსხვერპლი შედიოდა არა ხელისუფლების ინტერესებში ნამდვილად არ შედიოდა მაგრამ ხელისუფლება ვეღარ ამტკიცებს მე მანიშნულად თუ არა ანუ საზოგადოება უკვე ვეღარ იჯერებს როდესაც მიცვალებული ჩნდება ხო უკვე საზოგადოების კონტროლი უკვე ემოციის კონტროლი უკვე შეუძლებელი არის ამიტომ ეს წუთები ეს დღეები არის მოახლოებული ესეთი შეგრძნება მაგათ მეც და არა მარტო მეც და ძალიან ყურავდება არის საჭირო ხელისუფლების მხრიდან მაგრამ რომ ეს მსხვერპლი არ დაიდოს აი ძალიან ბევრი ხალხი შეიძლება გამოვიდეს და ისროლონ ორივე მიმართულებით როგორც მოხდა ეს მაგალითად საკრალური მსხვერპლი დაიდო უკრაინაში კიევში მაგალითად საკრალური მსხვერპლი დაიდო 91 წლის დეკემბერში საქართველოში კიევშიც ასე დაიდო საკრალური მსხვერპლი ქვია მას რომლის შემდგომაზე ვეღარ აკონტროლებს საზოგადოების ემოციებს ან არაადეკვატური ხდება მასა და ამ დროს უკვე მე იმის გარჩევა ვინ მართალი ვინ მყუარი რა თქმა უნდა უფლის წინაშე მამი ყველაფერი იქნება გარჩეული
მაგრამ ეს უფლისწინაში ქვეყანაში უკვე უანი ვინა მართალი ვინა უკვე ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ამას აღარ ექნება მნიშვნელობა იმიტომ რომ ერთ ტყია ის გავარდნა მეორე ტყიას იწვევს ის და ეს უკვე იქნება მერტვა დაგმობარო შეუქმნელი პროცესია რაშია ისი მამაო ამას ახლა ჩვენ კი არ ვლაპარაკობთ მამაო ხელისუფლება უნდა ელაპარაკებოდეს ხალხს საფრთხეებზე უნდა ელაპარაკებოდეს ხალხს და თუ კი უზრუნველყოფილია ხელისუფლებას ბატონო ყველაფერი და არაფერი საფრთხე არ არის რაზეა საუბარი მაშინ ნუ ვილაპარაკებთ და ჩვენი ლაპარაკი კი ბატონო მე ვილაპარაკებ არ ვილაპარაკებ მნიშვნელობა არ აქვს თუ უზრუნველყოფილია ხელისუფლება ყველაფერი მაგრამ მე ვშიშობ რომ აქეთ პლანზე ისინი ძირად მოტივირებულები არიან და თან მართლელი ძალა რომელიც ამას ყველაფერს მართავს ეს ქუჩაში რუსთაველზე მორბენალი ადამიანები კი არ არიან მე თუდად კი არ ვიცენი სოვრასოი ფორმით კი არ ვამბობ აი ეს ხალხი კი არ არის მართველი ძალა ეს დასავლეთი არის მართველი და ბუნებრივია აი ტრამპის მიმართაც რო აქვს იმედი ხელისუფლება ჩვენი მხარე თავიდანვე ამბობდა ამას კი არა და ტრამპის არჩევნებამდე ამბობდა რომ ასე იმედიანად ყოფნა რომ ტრამპი მოვა და ყველაფერი დალაგდება 2019 წელს გახარია რო იყო თვალი რო დაცხარეს ხალხი გახარია თვალხარია და არქოს გახარიას ტრამპი არ იყო მაშინ პრეზიდენტი ამერიკის და ტრამპი ამერიკის პრეზიდენტი რო გახდა საქართველოს მმართველი რო დამთავრდა კიდე ეს გასაშვებიერებელია არაფერი არ შეიცვლება ამით ამერიკის ინტერესად რჩება და მე აი მithქვამს კერძო საუბრებში და ახაც ვიტყვი ხმამაღლა ვიტყვი არ ვიცი ახლა ეთერში თუ მაგის დათქვამი ამერიკი აი მაგრამ ტრამპა გააკეთა რაც საკუთარ პუტინთან დაждდება დასალაპარაკებლად რომ ომი დაამთავროს რაც უფრო მეტად არეული იქნება მეორე ცენტრიც უკრაინა ხოარეულია და უნდა დაალაგოს ახლა ტრამპა პუტინს და დაელაპარაკოს და რა თქმა უნდა ტრამპი თავის სასარგებლოდ მოივაჭრებს პოლიტიკურ თვალსაზრისით თუ კი მეორე ადგილზედაც იქნება არეულობა სროლები ტყია გავარდნილი ტერიტორია საქართველოს გულისხმობ კავკასია ძალიან ფერხება საშიში რეგიონია უფრო მეტად არივაჭრებს ტრამპი პუტინთან ამას დაგილაგებ ახლა მე და მეცარ წამოიღებს პუტინიდან დავაყრიდეთ აბა ამიტომ ის რომ საქართველოში არეულობა ტრამპს არ აწყობს ინაუგურაციამდე ინაუგურაციის მერი არ აწყობს სიტყვას რო ეტყვის პუტინს დაგილაგებო და რო ვერ გაულაგებს ეს არ აწყობს და მანამდე რაც უფრო მეტად არეული იქნება ქვეყანა საქართველო უფრო მეტად არ მოივაწყებს პუტინთან ტრამპი და მოივაწყებს ვის ფასად ჩვენი ქვეყნის უბედურების ფასად მოივაწყებს ხმები ჩვენ ამის საფრთხის წინაშე ვარ და ღმერთმა ინებოს მამაო რომ ამ ხალხს გონება გაუნათდეს ამინ ხები საფრთხის ტოჯინები გვიხსნებიან განსაკუთრებით ხო ანუ მას ვამბობდი რომ ღმერთმა ინებოს რა აკონტროლებს ხელისუფლების მდგომარეობას მაგრამ აი როდესაც დაშალეს პიროტექნიკა მოიგოს პრემიერი ბატონი პრემიერი ისე მხიარულად საუბრობდა რომ მოვიდეთო პიროტექნიკა ჩვენო და უკვე ვეღარ იკრიბება ხალხიო არ ვიცი მე მგონი ვერაცნობიერებენ საფრთხეს ბოლომდე თუ ცდები აი გამეხარდება თუ ცდები მამაო მე მგონი ვერაცნობიერებენ პიროტექნიკის ამოღება რაღაც ფორმით გასაგებია რომ ამ პიროტექნიკას აღარ ესვიან პოლიციელებს მაგრამ სხვა იარაღები არსებობს კიდე და მოულოდნელად შეიძლება მოხდეს ეს ყველაფერი არ ვიცი სხვები რო დაიდოს ხალხს როგორ გააჩენებს მე ღმერთთან კიდე უბედურება რა არის მამაო აი
როდესაც ვიღაცა ბილ სიტყვაობს, ეს არის მისი ტრაგედია. სულიერი სიმბოლური იმყოფება. მაგრამ როდესაც ადამიანი ბილ სიტყვაობს და ეს საზოგადოებისთვის ნორმა არის შეული, იმ საზოგადოებას არ აქვს მომავალი. როდესაც გოგონა ორი ქუჩაში დგას, პოლიციელები წინ და შუათითებს აკეთებს, ეს არის გოგონას ტრაგედია. მაგრამ როდესაც საზოგადოება ამ გოგონას გმირად მიიჩნევს ამ პოზის გამო, საზოგადოებას ასე საზოგადოებას მომავალი არ აქვს. გუშინ თუ გუშინში გავცელდა კიდე 4 გოგონა დგას და ისეთი ბინძური სიტყვებით მამაო ნახავდით ალბათ ისეთი ბინძური სიტყვებით ოცნებაზე საუბრობენ, თან ღერია. მე არ ვიცი როგორ უნდა მოთან იცინია. არ ვიცი როგორ არის გადაგვარებული. როგორ შეიძლება ასე გადაგვარდეს ადამიანი და პრობლემა, ქვეყნის პრობლემა ის კი არა. ერთი კი არა როგორ არა პრობლემა რომ 4 ასეთი ახალგაზრდა, ასეთი ბინძური ტექსტი ქუჩაში ღერია, მაგრამ როდესაც საზოგადოება ამას მიიჩნევს ნორმა, ამაზე არ აქვს აი ხელვარება, ანუ როგორ აი დადებითი ხელვარება, განრისხება, როგორც ქრისტე განრისხდა, ტაძარში შევიდა. რაღაც მსგავსი არ ემართება საზოგადოებას და გულგრილად უყურებს და მით უმეტეს თუ მოწონს ეს ასე საზოგადოებას მამაო არ აქვს მომავალი. არ შეიძლება რომ მომავალი გონას კი არა, ვარაუდად კი არ მამო. მომავალი არ აქვს. ამიტომ ესეთი რა ხდება დღეს ქვეყანაში მამო, ჩემთვის ეს შემაძრწუნებელია. უაღრესად შემაძრწუნებელი. კიდევ ვიმეორებ, მამო, ჩემი პოზიციით ეს ხელისუფლება მართლა ყველაფრის ღირსია. და რატო? მაგრამ ქვეყანა არ არის ღირსი. თურქეთი ჯარი მომდგარია, გამზადებულია როგორც კი არეულობა იქნება და სამოქალაქო დაპირისპირება ბათუმში შევა თურქული გარნიზონები, მამაო, როგორც ეს მოხდა 1918 წელს. აიმეორებენ ბათუმზე თვალი აქვს დამდგმული და არა მარტო აჭარას დაიკავებენ. ახალციხეში რაბათი რო არის გაკეთებული. რაბათი ვისი სასახლე იყო? მაგ რაბათში ქართველი გოგო ბიჭების გოდება, ტირილი, მონებათ რო იყიდებოდნენ. ახალციხის ფაშა იჯდა მამაო, ახალციხის ფაშა. მაგ რა გვაქვს ჩვენ სატრაბახო და ვაიმე რა კაია რაბათი. ქართველი გოგო ბიჭების წრემლი გოდება, რამდენ კივილს ინახავს ის კედლები, მამაო, ქართველებისას. რამდენ წრემს, რამდენ გაუბედურებულ ქართველის ისტორიას ინახავს ის კედლები. ის ჩვენი ისტორია, მაგრამ რაღაცა სიამაყე კი არ არის, კაცო, ახალციხის რაბათი. ჩვენი ისტორია ცრემლის და უბედურების და მაცერას თვალი აქვს დაგდებული და ჩრდილოელი მეზობელი კიდე თავის მხრივ რას დათმობს, ვის დათმობს 50 ქვეყანა ეომება და რა ქვია უკრაინაში თავისი შეიარაღებით და იქ ართმობს და ეს პატარა ქვეყანა საქართველოში დათმობს რაბეს ჩრდილოეთიდან უზარმაზარი ზე სახელმწიფო, სამხრეთიდან კიდე არანაკლებ ზე სახელმწიფო. რუსეთის ზედა სიძლიერით არ არის, მაგრამ ჩვენთან შედარებით ყოველ შემთხვევაში ზე სახელმწიფოა. შუაში ვიწყდები და ამას ელოდებიან, რომ ქვეყანა გაგლიჯონ შუაზე, როგორც აი საკბილო და მერცვა გაუნათოს გონება ჩვენს ჩვენს გაზდობას დაინახოს ეს უბედურება, რაც შეიძლება ელოდებოდეს ქვეყანას. რავი მამი, რისი თქმაც მინდოდა მოეცადე ჩამოყალიბებიან. კარგით მამო, მათ ჩემს საზრსაც მოგახსენებთ ახლა ამ ყველაფერთან დაკავშირებით რა. მე მინდა მამი ცოტა პატარა ანალიზიც გავაკეთოთ, მარტო რა თქმა უნდა ჩვენ ახლა
ტკივილზე საუბრობთ, რა გველოდება, რა შესაძლებელია რომ მოხდეს. ეს რა თქმა უნდა ღმერთმა გვაშოროს ეგ, რაც თქვენ ბრძანეთ, თვის წყალობით ეს არ მომხდარიყოს, მაგრამ საშიშროება რომ ნამდვილად არის, ამას ასე ვთქვათ, ბევრი ლაპარაკიც არ სჭირდება. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ახლა აი პატარა ანალიზი რო გავაკეთოთ აი ამ მდგომარეობის, უნდა ჩავწვდეთ იმას, თუ რა მიზეზები აქვს ამას ყველაფერს, ასე ვთქვათ, ამ თვალსაზრისით. ჩვენი ქვეყანა გეოპოლიტიკური თვალსაზრისით არის ძალიან მნიშვნელოვანი მომავალი მსოფლიო გადანაწილების პროცესში. ჩვენი ქვეყანა არის ხიდი ფაქტიურად აზიურ ქვეყნებსა და ევროპას შორის, იმიტომ რომ ყველაზე უმოკლესი გზა არის და რა თქმა უნდა ანგლო-საქსონურ ასე ვთქვათ პოლიტიკურ წრეებს, deep state-ს რო ეძახიან, შემდეგ სხვადასხვა კიდევ ქვეყნებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ თავისი ესე ვთქვათ ლუკმა მოკბიჩონ აი ამ მდგომარეობიდან, ეს გეოპოლიტიკური მდგომარეობა ჩვენი განსაზღვრავს იმას, რომ დასავლეთი მაქსიმალურად ცდილობს იმას, რომ თავისი დღის წესრიგი დაამყაროს აქ, თავისი იდეოლოგია დაამყაროს აქ და ეს იდეოლოგია ჩვენ კარგად ვიცით რა იდეოლოგიაც არის და აქედან გამომდინარე აი ამ მეთოდმა ნაწილობრივ გაამართლა ამაო, იმიტომ რომ ჩვენ რას ვხედავთ ახლა იმ ჩვენ ვზარდით იმ ახალგაზრდებზე, ხო, რომლებიც ასე იგინებიან, უზრდელად იქცევიან, ასეთ საზიზღარ ტექსტებს ამბობენ, მათთვის ფაქტიურად საქართველოს ისტორია აღარ არსებობს, გამოზრდილ იქნა სწორედ აი ეს თაობა, გარკვეული თაობის ნაწილი, რომლებისთვისაც მხოლოდ და მხოლოდ ასე ვთქვათ საინტერესო არის რას ეთქვის უცხოელი, რა შთააგონებს, რა კამფეთს გადმოუგდებს, როგორი მიმართულებით ელაპარაკება და აი ამ კუთხიდან ის ცდილობს ყველაფერი ისე წარმოაჩინოს და ისე გააკეთოს, რაც ჭირდება მის უცხოელ პატრონებს, ხო? ჩვენ თუ გავიხსენებთ, როდესაც ღებულობდნენ კანონს გამჭირვალობის შესახებ, პირველი ამერიკის ელჩი იყო ქალბატონი დეგნანი, რომელმაც დეგნანი იყო თუ არ ვცდები, თუ სხვა იყო, მაშინ სხვა იყო მგონია, ეხლა არის დეგნანი, ხო? ნუ არ აქვს მნიშვნელობა, წინა ელჩი, რომელიც იყო, მან, დიახ, აი მან პირდაპირ ეთერში გამოაცხადა, მანამდე ამის ესე ვთქვათ საკითხი არც იდგა და არც ლაპარაკობდნენ ამ თემაზე, რომ განჭირვალობის კანონი არის რუსული კანონია. ამისი თქმა იყო მომავალ ესე იგი როგორც სახადი მოედება ხოლმე ქვეყნიერებას და ადამიანებს, არა და ფაქტიურად აღარ არის ესე გადარჩენის გზა, აი ესეთი სახადივით მოედო ეს სიტყვა, აი მაგ ასე ვთქვათ პოლიტიკურ პარტიებს, ეგრეთ წოდებულ პარტიებს მოედო ეს ახალგაზრდებს იმ თაობას და გამოიტანეს ასე ვთქვათ ის ტრენდი, რომ ეს არის რუსული კანონი და ამას რა თქმა უნდა მე მოყვა ძალიან ბევრი ასეთი თემები, რომ რუსული კანონია, რუსული მმართველობა მოვიდა, რუსეთში მივდივარ, რუსეთია და ასე შემდეგ. რუსეთი რომ ოკუპანტი ამას ლაპარაკიც არ ჭირდება და არც გვაქვს თემაზე რაიმე ლაპარაკი, მაგრამ ოკუპანტობა არ ნიშნავს იმას, რომ შენ ქვეყანა აი ამის გამო დარჩენილი ქვეყანა გადააყოლო ამ სისულელეს. იმიტომ რომ თვით ყველაზე უარეს მტერთანაც უნდა დაჯდე და მოილაპარაკო. ყველაზე უარეს მტერთანაც უნდა შეძლო დიალოგის გამართვა. თუ ეს დიალოგი არ იმართება, თავისთავად ცხადია, ხდება მე რა თქმა უნდა იმ ქვეყნის მიერ უარესი ქმედებების გამოწვევა, იმ ქვეყნის მხრიდან. ეს ერთი. მეორე, თქვენ რასაც დანებდით ახლა, რომ შესაძლებელია აი ეს სცენარი განვითარდეს, ანუ მაიდანის სცენარი განვითარდეს. ამისი ვარაუდი ნამდვილად ძალიან მაღალია და ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ყველაზე ასე ვთქვათ დიდი გავლენა შეიძლება ამაზე მოახდინოს ხელისუფლებამ და სახელმწიფო. მის ხელშია ფაქტიურად ამისი მოგვარების საკითხები. მე ხო ჩვენ რო რაღაცა ვილაპარაკოთ იმ სცენარებზე, ვილაპარაკოთ რაღაცა რეცეპტებზე, ასე უნდა გააკეთონ, ის უნდა გააკეთონ. ეს უკვე ჩვენ კომპეტენციას ცილდება, თავისთავად ცხადია.
მაგრამ მათ აქვთ უშიშროების სამსახური, აქვთ პოლიცია, აქვთ ხელში ესე ვთქვათ სტრუქტურები, ისეთი სტრუქტურები, სტრუქტურებსაც ევალებათ და რომელი სტრუქტურებიც ვალდებულები არიან, რომ ეს გააკეთონ. თავარი არის ნება. მე ვფიქრობ, რომ ზოგადად აი ეს საკითხი, რაც ჩვენ დღეს გვიდგას და ესეთი საშიშროება რომ იდგას, რომ ადამიანმა ქართველმა ქართლს ესროლოს და მე ამას მოყვეს ძალიან დიდი უბედურებები, სწორედ არის გამოწვეული რისგან, მამო, მე გეტყვით, ჩემი ვარაუდია ესეთი, რომ ჩვენ გვახსოვს, ხო, იყო ასეთი მოწოდება, შუა უნდა გაიკრიფოს, გახსოვთ ალბათ რა? შუის გაკრეფა ხდებოდა რითი, მამე? აი, კონსერვატიული მოძრაობა აღმოჩნდა ის შუა, რომელსაც ესე იგი დაარტყეს ძალიან მძიმე. ანუ მესამე ძალა ფაქტიურად მოკლული იქნა. მოკლული ესე ვთქვათ, ვირტუალურად რა თქმა უნდა. და მას არ მიეცა საშუალება, რომ პოლიტიკაში თავისი სიტყვა ეთქვა. კი, რა თქმა უნდა, ტელევიზიაც იყო, რა თქმა უნდა, მოწოდებებიც იყო და პრაიდის ასე ვთქვათ, შეჩერება სწორედ ამ პოლიტიკურ პარტიას უკავშირდება, მაგრამ თვითონ აი პოლიტიკაში მონაწილეობა, რასაც ქვია, საპარლამენტო ცხოვრება, იქ რაღაცა ასე ვთქვათ, ინიცირება კანონების, რაღაცაზე ზეგავლენის მოხდენა. აი ამისი საშუალება მესამე ძალას არ მიეცა. რატომ? იმიტომ რომ შუა გაიკრიფა. ანუ ის ეროვნული ძალები, რომლებიც ამ მიმართულებით გაკრეფილები არიან. და აქედან გამომდინარე, დარჩა ორი მხარე, ხო? რადიკალური ოპოზიცია და ხელისუფლება, ქართული ოცნება. და მე ვფიქრობ, რომ ეს გარკვეული პოლიტიკური სვლა არის ქართული ოცნების მხრიდან, იმიტომ რომ ჩვენ ხედავ, რომ ასეთი საშინელი ეს რადიკალური ოპოზიცია და მას ასე ვთქვათ, ხალხი ნაკლებად უნდა უჭერდეს, თუმცა მხარდაჭერა მაინც იპოვეს და მეორე არის მასზე უფრო შედარებით უკეთესი ის, რომელიც ქუჩაში არ დარბის და რაღაცა საშინელებებს არ ჩადის, როგორც წინა ხელისუფლება, აი ამ ბუით, ამ საშიშროებით ახერხებდა 12 წლის განმავლობაში გამარჯვებას, მოსვლას პარლამენტში, ხელისუფლებაში და მე ვფიქრობ, რომ დღესაც ეს ტრენდი მუშაობს, მამო. რადგან მესამე ძალა გაიკრიფა და არ მოშორდა პოლიტიკურ ველს, არჩევანში ხალხს რჩება ორი, ასე ვთქვათ, მიმართულება, ხო? ორი მიმართულება და რა თქმა უნდა, შენ აირჩევ იმას, რომელიც ნაკლებად რადიკალურია და ნაკლებად საშიშია. შენი ცხოვრებისათვის, ქვეყნისათვის და ყველაფრისათვის. ამიტომ ეს თამაში ისევ მიმდინარეობს, თორემ აქამდე მე დარწმუნებული ვარ, რომ სათანადო ღონისძიებები რო გაეტარებინა ხელისუფლებას და თქვენ როგორც ზანეთ, იღიმება, იცინიან, რაღაცა კაი ხასიათზე არიან, ეს უკვე იმას მიანიშნებს, რომ არასერიოზულად უყურებენ პრობლემას. არასერიოზულად პრობლემის ყურება იწვევს ხოლმე შეცდომების დაშვებას და მე რაღაცა პრობლემების გაჩენას. ამ შემთხვევაში დღეს ჩვენ გვაქვს ზუსტად ამ შეცდომების წება. ისა რომ კი არ მოხდა ლოკალიზება, კი არ მოხდა პრევენცია აი ამ ცუდი ძალების, დასავლეთ დამორჩილებული ძალების პრევენცია, არამედ მოხდა მათი პირიქით აი 21 დღე მიდის უკვე თუ არ ვცდების ესე ვთქვათ ეს მოძრაობები, ხო? და 70 დღის განმავლობაში, რა თქმა უნდა, შეიძლებოდა ისეთი ქმედებების გაკეთება, რომელიც აი მოთავეებს ამ იმას დააშოშმინებდა სხვადასხვა გზით. მე არ ვიცი, ახლა შეიძლება რაღაცა პრევენციები მართლაც ხორციელდება, მაგრამ ეს ჩვენთვის უცნობია, იმიტომ რომ შედეგს ჩვენ ხედავთ, რომ ხალხი გამოდის, ხალხი ყვირის რაღაცას, ეს ახალგაზრდებიც ზოგიერთი გულწრფელად არის დაჯერებული, გონიათ, რომ საქართველოსთვის კარგს აკეთებენ და სინამდვილეში ხდება საქართველოს დაღუპვა. სინამდვილეში ხდება საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვის მცდელობა. იმიტომ რომ ჩვენ აი ამ შემთხვევაში პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ აი ამ ქმედებებით ჩვენ სუვერენიტეტს შევუქმნით საფრთხეს. ჩვენი სუვერენიტეტი დგება ეჭვს ქვეშ. რატომ? დაუშვათ განხორციელდა აი ის, რაც მათ სურს ამ რადიკალურ ოპოზიციაზე ჩატარდა მეორე არჩევნები. მეორე არჩევნებში, რა თქმა უნდა, თავისთავად ცხადია, ჩაერევა ის დასავლეთის ძალები უკვე სხვანაირად. იქ ეუთოდირი კი აქ ჩამოვა, მთელი ევროპის დეპუტაცია აქ დაჯდება საქართველოში. თვითონ უბანზე
მათი კაცი დაჯდება. თვითონ მოაწყობენ პროვოკაციებს, მოაწყობენ ყველაფერს იმისათვის, რომ თვითონ ეს რადიკალური ძალები მოვიდეს ხელისუფლებაში. აი მათი მოსვლა ხელისუფლებაში ნიშნავს უპირობოდ ნიშნავს რუსეთთან ომს, უპირობოდ ნიშნავს აი რასაც თქვენ ბრძანებით თურქეთის გააქტიურებას, უპირობოდ ესე ვთქვათ იწევს ირანის გააქტიურებას, მათაც აქვს გარკვეული ინტერესები, იმიტომ რომ სავაჭრო გზა ყველა სჭირდება და თავისხატია მოხდება უბედურება სუვერენიტეტს ჩვენ დავკარგავთ. სახელმწიფოებას ჩვენ დავკარგავთ და ეს თუ არ გააცნობიერა იმ ახალგაზრდობამ, რომლებიც იქ უცხელად საქართველოს ყირიან და სინამდვილეში ისინი არიან სათამაშოები და ძალიან ცუდ სიტყვას ვიტყვი ახლა რა შენდობას ვიტყო ამის სასარგებლო იდიოტები, რასაც ისინი უწოდებენ. მაგრამ ეს უნდა გაითავისონ ჩვენმა ახალგაზრდებმა, ვინც იქ დგანან და უცხელები არიან, რომ ჯობია დაფიქრდნენ, სადან და შეიძლება მიეყოლოს ამ ყველაფერმა ჩვენი ქვეყანა. და როცა ჩვენ ამას ვსაუბრობთ, მე ახლა ჩვენი მომხრეებისა და კონსერვატიული მოძრაობის მომხრეებისათვის არ ვამბობ ამას. თუ ვინმე გვისმენს იმ ფლანგიდან, აი ძალიან მამაშვილურად გთხოვთ და გთხოვთ, რომ გაიაზროთ თქვენი ქვეყნის ისტორია, გაიაზროთ ის სად გეხარ და რატომ გეხარ. ნუ გახდებით სხვადასხვა პოლიტიკური ავანტიურების მსხვერპლი, ნუ გახდებით მათ ხელში სათამაშოები. დაფიქრდით, აწონეთ, აი დაჯექით რაღაცას გადახედეთ, გადმოხედეთ ამ ისტორიებს, ამ ინტერნეტში კაცო შესვლა ხო შეგიძლიათ რა. აი დღეს მე უყურებდი როგორ ჩავიდა ფიცო სლოვაკეთის ესე ვთქვათ პრემიერ-მინისტრი პუტინთან და დაჯდა მასთან და მოხდა საიდუმლო მოლაპარაკება. ჩვენ ვიცით გარეგულად ვიცით რომ გაზის შესახებ იყო ეს საუბარი. და რა გვაქვს ჩვენ ესე იგი ამ შემთხვევაში როგორც ექსპერტები ამბობენ იმას რომ იქ ფიცომ ჩაიტანა ესე ვთქვათ უკრაინის დანაწილების საკითხი. აი რა უნდა მოყვეს იმას ომის შემდეგ რომ ყველას აქვს ინტერესი, უნგრეთს აქვს ინტერესი, თვითონ რუმინეთს აქვს ინტერესი, ყველას ინტერესი აქვს იქ გარშემო ქვეყნები ვინც არიან, ყველას ინტერესი აქვს. ამერიკასაც აქვს ინტერესი, ინგლისელებს აქვს ინტერესი და ეს ყველაფერი გადაწყდება საბოლოო ჯამში უკრაინის დანაწევრებითა და დახლეჩვით. აი ამით დამთავრდება ეს ყველაფერი. და ეს უნდა გაიაზროს ჩვენმა ახალგაზრდობამ და დაფიქრდნენ რომ ჩვენც იგივე ბედი აგვეწიოს კაცო. ნუ უწყობთ ხელს იმ უცხო საშიშ ძალებს რომ ქვეყანა ჩვენი ამ მდგომარეობამდე მიიყვანო. დაფიქრდით ვის გვერდზე დგეხარ, ვინ არიან ეს ადამიანები. აი ეს რა ქვია გვარამიები, ხაზარაძეები, რომელიც ესე თქვა პირდაპირ ამბობს რომ ჯარმა უნდა დაუმორჩილებლობა გამოუცხადოს თურმე ჩვენ იმას რა ქვია ხელისუფლებას. მეც ამბობ იმას რომ ბევრი პრეტენზია მაქვს ჩვენ ხელისუფლებასთან და ამის დროც მოვა, როცა იქნება საჭირო და ჩვენ საფრთხეს ვიტყვით, მაგრამ დღეს ხელისუფლების ჩამოშლა არის პირდაპირ წყლის დასხმა და ცეცხლის დასხმა ნავთზე იმისათვის რომ ჩვენი ქვეყანა გაუბედურდეს და მოისპოს. ვერ აგონიათ ახლა ის მაკეინის ინსტიტუტის წარმოადგენელი რომ ლაპარაკობს ვიღაცა ხალია და ქალბატონია თუ არა არ ვიცი ახლა ვერ გეტყვით. აი ვისი საუბარი პირდაპირ მიმართულია, მან პირდაპირ გააჟღერა ის რომ ჩვენ არ გვინდა ესეთი ხელისუფლება საქართველოს, ჩვენ გვინდა ხელისუფლება, რომელიც იქნება მორჩილი, რომელიც შეასრულოს ჩვენს დაკვეთებს, ჩვენს სურვილებს და სანაცვლოდ რაც მივიღებთ, არაფერსაც არ მივიღებთ. სანაცვლოდ მივიღებთ სუვერენიტეტის დაკარგვას. აი ეს იქნება საბოლოო. იმიტომ რომ ისინი პირდაპირ გთვლიან თქვენს სასარგებლო იდიოტებს. აი ეს არის მიზეზი და ეს არის მიზანი მათ. Mama, ai Ucraina ახსენე და ახლა რამდენიმე დღის წინ გუშინ თუ გუშინ წინ ამომივარდა ჩემი 3 წლის წინანდელი ვიდეო. დიახ. სადაც ომამდე სალამ უკრაინაში ომი დაიწყებოდა. და 2 წუთს ნახევრიანია გავაზიარე მე. აი მამაო, აი ახსნება საერთოდ ამბობს საჯაროდ, აი
იქაც მეტყობა მამა ვიდეოში ბოლოს 9 წლის ვიკავე და რომ მოусვინე ვიდეოს ცრემლები და სოთვალები და წინაც აი ომამდე ვამბობ რომ ერთმა ნუქრას ომი დაიწყოს, მაგრამ ომი თუ დაიწყო დამთავრდება უკრაინის კატასტროფით. და ის ახალგაზრდები, კადრები მახსოვს, ახლა უკრაინელი ჯარისკაცები ინტერნეტში იყო, მე მგონი რომ ნახე, ახალგაზრდა ბიჭები, ანგელოზები ბიჭები, მამი, ზოგადად დედა ყავს, მეთქი, მამა ყავს, შეყვარებული ყავს, ვიღაცა, შვილები ყავს, ოჯახია, დაიღუპებიან ისინი მეთქი და ამ მომენტში მე ეთყობა სპეციალურად გავწყვეტე გავჩნდი რომ ჩვენები მომა მეტყობა კიდეც იქ და არის მამა ვიცი უკრაინა განცილულია უკვე აი განცილებულია ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი საუბარი მიგის დანაწილებაზე არის და არის მამი იგივე ბოლოდება იგივე საფრთხე ბოლოდება და ვინც მაშინ უკრაინის დროშები დარბოდა აფრიალებდა საწაიღეთ ის უკრაინის დროშები სოციალურ ქსელებში რო იყო ჩამოხსნეს ახლა ევროკავშირის დროშებს აფრიალებენ კაცო არაფერი არ იცვლებათ ამ ხალხს ახლა ევროკავშირის დროშებს აფრიალებენ და იგივე ხალხი ახლა საქართველოში ცდილობს სინამდვილეში აბაო ყველა ვიცით რომ 10,000 ადამიანი დასავლურ ხელფასებზე ზის საქართველოში ამ პატარა ქვეყანაში და ეს ხალხი ხმის და კი არის მაგ მართლა გულანძებული ახალგაზრდების გარკვეული ნაწილი კი ნამდვილად არ ზუსტად აღებულობს მაგრამ მართლა როჯერა ისე როგორც უკრაინაში და წავიდნენ საუბრად ვიცი მე რამდენიმე მართლა რომ ეგონათ რომ იქ საქართველოს ვერ იწყდებოდა ვიცი რამდენიმე მართლა გულწრფელად წავიდა ხალხი იყო და ასეთ თუ გარკვეული ნაწილი პულიშ წავიდა რა ნაიომნიკებად მაგრამ მაგაც ავსაურო იმ პატიოსანი ბიჭებზე ვსაუბრო ახლაც არის ბევრი პატიოსანი მაგრამ გამოყენებული როგორც თქვენ ზანებს სასარგებლო იდიოტებად ნუ გამოაყენებინებ შვილებო თავს ხმებს და ქვეყანა იყო დაიღუპება ამით ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ გველოდება რაც უკრაინას დამართეთ იბრძვის უკრაინაო კაცო ეამაყება რას რისთვის იბრძვის აი რისთვის იბრძვის იმას ხო ვერ მიაღწევს და ვერც მიაღწევს და მილიონზე მეტი ახალგაზრდა ჩააწვინეს მიწაში მილიონზე მეტი ვინც ალტეხა ცალხელა არის გაუბედურებულია ახალგაზრდები ის 2 მილიონამდე დაჭრა გაუბედურებული ადამიანია იგივე ხალხი საქართველოში გეგმავს იგივე უბედურებას და რა არის მამიცი ამ ყველაფერს მასშტაბებელი ხელისუფლება არის ეს თაობა ხელისუფლება უმტკიცებს ბოლო 12 წელიწადზე რომ ჩვენ მივიდივართ ევროპის კავშირში აი მე მამა აი ეს ხო ამობენ მე მგონი თბილისის მიერმა თქვა და სხვებმაც რომ ჩვენო გვაძალებდნენ ომს ომი გვაძალებდნენ და სწორედ მაგის გამო რომ ომში არ ჩავერთეთო კანდიდატის სტატუსი არ მოგცესო მოლდავეს და უკრაინას ომიცესო მე მგონი თბილისის მიერმა თქვა ამის მერე რამდენიმე თვეში სადღაც ერთ წელიწადში თითქმის ერთ წელიწადში გვაძლევენ კანდიდატის სტატუსს დეკემბრის თვეში ფათაშორი შარშან მოხდა შარშან დეკემბრის თვეში მოხდეს 23-ში 22-ში არ მოხდეს და 23-ში მოხდეს კანდიდატის სტატუსი ბიჭო კითხვა მიჩნდება თუ კი ევროკავშირის ხელმძღვანელობა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისთვის ითხოვდნენ ომში ჩართვას და ახლა ამას ამბობ ჩვენ ანალიზით ვამბობთ ჩვენი ბიჭები ანტიფოს ბიჭები და ჩვენს მათთან ერთად მე ყოველ შემთხვევაში ანალიზით ვამბობთ რომ ომს ითხოვს დასავლეთ ჩვენგან შარშან დეკემბერში რომ ხალხი შეკრიბეს სტატუსი რომ აზეიმეს და ეს გარკვეულებით რეაქცია რომ აქეთ სინებიეს ხალხს რა იყო ეს მამაო ეს რა იყო ვინც ომს გაძალებს ბიჭო დღეს ხო ამბობ მაგას იმან რომ რაღაცა მოგცა ვიცი გულისთვის აკოლს გაძალებს იმან
იმას რატო აზეიმებ ხალხს? ხალხს 12 წელიწადი აზეიმებს ქართული ოცნება და კონსტიტუციაში საწერო რომ ევროპაში და ნატოში მივდივართ. დაიჯერა ხალხმა, მამაო. არა მარტო იმ ევროპას წარწმეულებს ჯერავს რომ ევროკავშირში უნდა შევიდეთ და შევდივართ. ხელისუფლების მომხრეების უმრავლესობა ჯერავს მამაო რომ ჩვენ ევროკავშირში უნდა შევიდეთ. ოღონ ხილსებით. მართლა ჯერავს უბამი ხალხი. მართლა ჯერავს ეს. ანუ ხელისუფლება 12 წელიწადი აი გამოაყვანა ქვეყანა ვის რაში მჭირდებით მამაო ჩვენ ევროკავშირში და ევროპაში ერთადერთი რისთვისაც ვჭირდებით მაგათ რუსეთთან საომრად დაძაბულობის კერა რო იყოს რუსეთის მიმართ რუსის გაჩერება უნდათ რუსის და რაღა ჩვენი სიცხით უნდა კაცო გაჩერება იმ დარიკოში რო არის დარიკო ფილმი როა ქართული დარიკო ქერო შეყარა ეგზეკუცია რომ მოაწყოს ბანდიტები არიან ყაჩაღები არიან დღეშიო ზარბაზანი თქვენიაო ფოფი დაიარარი თქვენია და მე ფოხიტო სამბიო დღეში ყაჩაღებსო 3 მილიონზე ნაკლები ვარ მამაო დარჩენილი ჩვენი თუ გარჩ რუსეთის გაჩერება უნდა იმიტომ რომ აქ არეულობა თუ დაიწყება იგი დიდი თურანის გეგმები გახორციელდება იგი ჩრდილოკავკასიაში აფეთქდება რა დაემართება საქართველოს რაში აინტერესებს ახლა დასავლეთს და თქვენთანებით მამაო ინტერესებზე და დავამატებ ამი კიდე გეთანხმებით აბსოლუტურად დავამატებ ნახეთ ყველაზე დიდი კონტინენტი არის ევრაზიის კონტინენტი ამერიკა არის მეორე ნახევარსფეროში ევრაზიაში ჩინეთი არის აღმოსავლეთით ევროპა არის ევრაზიის დასავლეთით უნებრივია ევროპას განვითარებული რეგიონია და ჩინეთის უკვე განვითარებული რეგიონია ამ ორ ნაწილს ევრაზიის დასავლეთსა და აღმოსავლეთს ჭირდება ერთმანეთთან კავშირი თუ მათ არ წყობენ კავშირი ეს კავშირი თქვენ რომ გაგეთ გეთანხმებით გადის ერთ-ერთი გზა და საქართველოს ცენტრალური გზა არც რუსეთით და არც ირანით ეს საშიში ზონებია ორივე კავკასიით და საქართველოს გავლით უკავშირდებიან ერთმანეთს ჩვენთვის ეს არის დიდი პლუსი მაგრამ ეს გზა რო გახორციელდეს ამით ამერიკა ჰეგემონიას კარგავს თუ კი აქ იქნება არეულობა ომი სისხლის ზღვა ეს გზა ვერ გახორციელდება და ევრაზიის კონტინენტი დამოკიდებული იქნებიან ვიზე ამერიკაზე რატოა სულ ომი აზიაში ავღანეთში ერაყში სირიაში იმიტომ რომ ეს კავშირები ვერ შედგეს ქვეყნები ევრაზიის კონტინენტი ვერ დალაგდეს ერთმანეთთან ვინ ხელმძღვანელობს ამ ომებს ამერიკის შეერთებული შტატები ვინ აფინანსებს ვინ ხარჯავს ფულს ამისთვის ამერიკის შეერთებული შტატები დემოკრატია კი არა სიკვდილში აქვს ქვეყნებში რა დემოკრატიაში აქვს ქვეყნებში ასე როგორ უნდა იყოს კაცო გონება შეზღუდულო დაიჯერო დაიჯერო და ეს შედის ვის ინტერესებში თუ ეს ხორციელდა და სულ ომი ეხება ერთმანეთს აზიაში ევროპასთან დაუკავშირდა ჩინეთს აი გერმანია და რუსეთს რო ჩილო ნაკადის ხაზი წყალში ქვეშ ზღვაში გააკეთეს და აფეთქდა ნეტა ვინ აფეთქა ნეტა ვინ იყო წინააღმდეგი რომელი ქვეყანა ყველა ხო ვიცით ვინც იყო წინააღმდეგი მან აფეთქა აიჯერმა ხო დაიჩერმა გაჩერდება მაქო მეორე ზედახაზიო გააჩერეს ან ბრიტანელები გაკეთებულია ამერიკელების გაკეთებულია იმ ხაზის აფეთქება ბაბაო აი ხლა იმით არა იდეოლები არ გააკეთებდნენ მაგას ბაბაო რაში აინტერესებს ინდოეთის გაკეთება უკრაინელებს საბრალებენ ბაბაო ისა უკრაინელებს საბრალები გამოძიება ჩატარდაო და უკრაინელების ხელურები და ვინ აფინანსებდა იმ უკრაინელებს მე ვაფინანსებ ისი თავია
უკრაინელებს სუნდოდათ მაგის გაკეთება, ესე იგი მეორე ხაზი არ გაატაროთო, იმიტომ რომ ჩვენზე გადის ეს ხაზიო და ეს ხაზი თუ უნდა და კავშირი თუ უნდა უკრაინელმა რო იყოს ასე ვთქვათ გადასამელი რგოლი თუ უნდა და უკრაინას რას დაიწყო საუბარი სიტუაცია რატო შეწყდა რატო აიძულა რუსეთი რომ შესულიყო უკრაინაში სინამდვილეში ეს იმათი გაკეთებულია საქართველოშიდაც იგეგმება ეგ რომ ვერ განხორციელდეს დასავლეთისა და აღმოსავლეთის კავშირი აქ ომი და უბედურება იქნა არ გაივლებს ხაზი და ჩვენ დავზარალდებით ჩვენ შეგვიძლია ჩრდილოეთი და სამხრეთი არა და რუსეთი და ირანის დამაკავშირებელი ხაზი ვართ და ასევე ჩინეთისა და ევროპის დამაკავშირებელი ხაზი ვართ თუ შეძლებს მშვიდობა საქართველოში თუ შეძლებს მშვიდობა საქართველოში ეს ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი შანსი გავხდეთ კავკასიის რეგიონში წამყვანი სახელმწიფო ეგემონი სახელმწიფო ჩვენ ამის შესაძლებლობა გვაქვს თან უსაფრთხოების გარანტიები გვექნება ნახე წარმოვიდგინოთ და მე თქვა განახორციელებს თუ კავშირი არის რუსეთსა და ირანს შორის მაგალითად სარკინიგზო ხაზი გაკეთდა ერევანი თბილისი სოხუმი მოსკოვი მაგალითად ეს ხაზი რო გაკეთდა ირანი და რუსეთი ხო იქნებიან დაინტერესებული რა ომი არ იყოს და მაგათ სავალუტო ხაზი საბჭოთა თუ აქეთ ჩინეთი და ევროპის ხაზი გაკეთდა ევროპელები და ჩინელები ხო იქნებიან დაინტერესებული რომ მათ ხაზს საბჭოთა არ დაემუქროს აბა ომს ვიღა დავიწყოს და ვის არ აწყობს ეს ამერიკას ბაბი ამერიკას რა დიდი გამოძიება უნდა ამის ამერიკას არ აწყობს კითხვას სულ პასუხი უკვე ნათელია რა აი კითხვის დასმისთანავე პასუხი ნათელია ნუ თუ ასეთი ძნელი გასაგებია კაცო ეს როგორ შეიძლება რომ ვერ გავიგოთ რა ინტერესები განსაზღვროს ამას ყველაფერსა რა ხო უნდა ხვდებოდეს ჩვენი მოქალაქეების საზოგადოება რომ აქ ინტერესებთა ჭიდილი არის ინტერესთა ჭიდილი არის და ჩვენ სწორი მის უნდა დავიკავოთ მხარე უნდა დავიჭიროთ ამ ინტერესთა ჭიდილში კი არ შევასყდეთ და კი არ დავიბასაბროთ რა ქვია დავანგრიოთ სახელმწიფო არამედ სწორი ნაბიჯები გადავდგათ სწორი ნაბიჯები განაძნელი ამ სწორი ნაბიჯების გადადგმა თუ ჩვენ ხვდებით მამაოები ამას და ჩვენ შეგვიძლია ამაზე ვილაპარაკოთ და რაღაცა დასკვნები დავდოთ პოლიტიკოსებს მით უმეტეს არ ევალებათ ამის გაკეთება მათი მოვალეობა განა არ არის ეს რომ სწორად წინ გაიხედონ და 5-6 ნაბიჯი წინ რაღაცა მოიფიქრონ სწორი გადაწყვეტილება და იმას გაყვეს ქვეყანა და სახელმწიფო რატო უნდა ხდებოდეს აი მაინდა-მაინც ამ იმაში ჩავარდნა ამ ვიღაც ლომის ხახაში ჩავარდნა რა საჭირო და მეორე თქვენ წეგან ბოდიში რომ ჩამოგეჭერით მამაო და პატარა ორ სიტყვას მეც ვიტყვი ამ დემოკრატიასთან დაკავშირებით ძალიან კარგად მიხვდა deep state-ი რომელიც არის სიღრმისეული მთავრობა იმაში მსოფლიოში და განსაკუთრებით deep state-ი ალბათ იქ ევროპის რაღაცა ესე თქვა მართლობაში ევროკავშირის მართლობაშია ჩაბუდებული და პლუს რა თქმა უნდა ამერიკაში თავისთავად ხადია აი ეს deep state-ი ცდილობს რას მამაო რომ აი მოახერხოს ქვეყნების მართვა რითი დემოკრატიის შეტანა სინამდვილეში დემოკრატია ეს არის საშუალება იმისა რომ ჩვენში მოახდინონ აი ამ ასე ვთქვათ ტრენდით აი ამ ფორმულით რომ დემოკრატია შემოგვაქვს დემოკრატია ირღვევა დემოკრატიისთვის ცუდია ეს ასე უნდა გააკეთოთ დემოკრატიისთვის იმის და სინამდვილეში დემოკრატია цаრიელი სიტყვა დარჩა მე უფრო დავარქმევდი დემოკრატიას ამას და არა დემოკრატიას იმიტომ რომ ეს ფაქტიურად ეს საშუალება არის კარგი საშუალება იმისა რომ შენ გაგაჭრუნო და გითხრა შენ იცი რა გესმის დემოკრატია რა არის ეს ხალხის მართლობა და აგერ ხო უყურებთ არა გამოდიან სხვადასხვა ევროპელი პარლამენტარები და რას ამბობენ ხალხს ეს
კურსს საქართველოს ხალხი სად არის ხალხი კაცო ეს არის უმცირესობა ფაქტიურად უმცირესობის ესე თქვა გადაწყვეტილებაზე უმრავლესობა ეს არის დემოკრატია თუ ეს არის ფაშიზმი არის გარკვეული ხო რომ უმცირესობა ესე იგი იბატონოს უმრავლესობაზე და ეს ფაქტიურად დემოკრატია კი აღარ არის და ეს დემოკრატია კი არ არის რომ მივხვდეთ რომ ჩვენ დემოკრატიის სახელით გვახვევენ იდეოლოგიას ლიბერალურ იდეოლოგიურ ფაშიზმს და აი ამას უნდა ვაქცევდეთ ჩუქურათვას და ვაანალიზებდეთ ხალხი და საზოგადოება ამას რომ ჩვენ ფაქტიურად ფაშიზმის ესე ვთქვათ მოხოვა უნდა ჩვენ თავზე ამიტომ უნდა დავფიქრდეთ კაცო რა უნდა ამას ეხლა ამაზე რთული გასაგები არ თუ რა ხდება ვერ გაქვს შეიძლება რომ ადამიანი ესე იგი მოდიოდეს და გეუბნეოდეს რომ მე შენ მეგობარი ვარ მე შენ უნდა დაგეხმარო და ამ დროს ესე იგი საფლავს გითხრდეს უკან და იმ საფლავში უნდა ჩაგაგდოს ხელი უნდა კრას მე განა ვერ უნდა მივხვდეთ ამას კაცო ძალიან რთულია რატო უნდა იყოს ამ დემოკრატიის თავმოხვევით და ასე თქვა დემოკრატიული ვითომ რაღაცა ესეთ ღირებულებების თავმოხვევით რომელიც სინამდვილეში არის ლიბერალური ფაშიზმი რაც მოახდინეს ფაქტიურად უკრაინა მაგან დაგუპა მამაო პირველ რიგში მაგ იდეოლოგიამ დაგუპა ფაშისტური ორგანიზაციების შექმნა საერთოდ ფაშისტური ორგანიზაციები სვასტიკით დადიოდნენ ჰიტლერის სურათებს ატარებდნენ ჯიბით ის გაერთიანებები და თვითონ აი რა ქვია ჰიტლერის ასე თქვა წიგნები დაქონდათ მაინკამფი და კითხულობდნენ უკრაინულად თარგმნეს ეს ბანდერა ვინ იყო ეს იყო პისისხლიანი ის არა ფაშისტი და ფაშისტებს ეშინოდათ ისეთ პისისხლიანი იყო და ბანდერა გახდა მაგათი ესე იგი ნაციონალური გმირი და ჩვენთანაც ფაქტიურად ხო იგივეს ხედავთ არა ხელისუფლება რომელიც იყო კაცის კვლელი რომელიც იყო ესე ვთქვათ გამაუპატურებელი მამაკაცების ეკლესიაში რა ქვია ციხეში და ეს საზიზღრობის საქმიანო გვამები ქონდა ესე იგი უამრავი ქუჩებში გინა თუ იმის სახლის სახურავებზე გამოდის რომ ვითომ დემოკრატიას იცავს ხალხის სახელით ლაპარაკობს რა ხდება რაში ასე ვერ უნდა მივხვდეთ კაცო კი მაგრამ ყველას დაგვავიწყდა 12 წლის წინანდელი ამბები რაც ხდებოდა საქართველოში ეს საშინელებები რო ხდებოდა როგორ დაივიწყეთ კაცო თუ თქვენ არ გეხებოდათ ის 12 წლის განმავლობაში და იმ ახალგაზრდებს რომელიც ამ 12 წლის განმავლობაში უნდა გაეზარდათ სწორი ეროვნული პატრიოტული მიმართულები და ეს ახალგაზრდები დღეს უნდა იყვნენ სახელმწიფო სამსახურში სახელმწიფო სანგრევად გამოყავთ ქუჩაში კი დასანგრევად და ქვეყნის დასამხობ ეს ახალგაზრდა თაობა 12 წელიწადი ახალი გაზრდილი თაობა ახალგაზრდა თაობა რა თქმა უნდა და მაშინ მიშადო პატარები იყვნენ მაგრამ ჩვენი თაობა ხო იცის ყველაფერი მაგრამ მაშინაც ნაწილი მიშას მომხრეები აქ რო შევხედოთ ფული არის გაგახდილი ყველა ერთში შეიძლება მოიძებნოს ხალხი რომლებიც კოლაბორაციონისტის სულის სამტერს მიეყიდება ფულის გამო მაჰათმა განდის ნათქვამი რომ მტერზე უარესი პრისმერ გამოზრდილი ინტელიგენცია არის ანუ ახლა ადგილობრივი ძალები ის გამოზრდილი ანერატება ხა ერი შედის რაღაც ჯგუფს აძლევს პრივილეგიას ეს ხდება ესე იმართებოდა საერთოდ იმპერიები ასე მართავდნენ ეს ახალი მოგონილი მეთოდები კი არ არის რაღაც ჯგუფს აძლევს პრივილეგიას და ის ჯგუფი მართავს ქვეყანას და იმ ჯგუფი ანგარიშვალდებულია დამპყრობელთან ახალ დამპყრობელთან და ეს პრივილეგია ფინანსებთან კაცხოვრებასთან არის დაკავშირებული რამით განპირობებული და გადავხედოთ რა ხდება ჩვენთან რა გამხელა ხელფასები აქვს NGO-ებში და პარტიები და ტელევიზიების საყვარელი გამხელა ხელფასებია საიდან მოდის ეს ფული ეს ყველაფერი არის დასავლეთის კონტროლ ქვეშ ეს ფული 10,000 ადამიანი ფიზიკურად ხელფასს ზის დასავლეთის ხელფასს ზის და როგორც უგზარებს გაფინანსებელი იმას აკეთებენ იმას ხვირია
და ეს ხო და აკეთესობით რო ეს არის რაღაც მის ნახევარი მაინც რომ მიემატოს ეგრეთ წოდებული სასარგებლო იდიოტები მაშინ უკვე საკმაოდ დიდი მასაა გროვდება საკმაოდ დიდი მასა აი ჩვენ რო ეხლა დიახ ჩვენ რო დავთვალოთ მასა არის დაახლოებით 25000 ეს არის რა ქვია NGO-ა თითოეულში რო 3 ადამიანი იგულისხმო რა გამოდის უკვე 100000-მდე არის რამის და პლუს ამას ეტევება ეს ხალხი და აი ხრიან ისეთ სურათს თითქოს აქ მთელი საზოგადოება მთელი ქართველი ხალხი გამოსულია მას ესე იგი ქვეყნის გადატრიალება სურს და ესე იგი არ ჭირდება არაფერი ისა სიმშვიდე არ უნდა რუსეთს უნდა დაუპირისპირდეს და ასე შემდეგ ეს აბსოლუტურად ეს არის შემოგდებული პირდაპირ შემოგდებული ესე თქო ნარატივი იმისა რომ აი ასე უნდა ილაპარაკოთ, აი ასე უნდა თქვათ, ვითომ ქართველი მთელი საქართველო და საქართველოს საზოგადოება ამისი ესე იგი მხარეზე დგას. ეს რო ასე არ არის, ხო, ძალიან კარგად იციან თვითონ იმ დამკვეთებმა, მაგრამ აი სწორედ მეთოდი მაგისია, რომ რამენაირად მოახერხონ მეტი არეულობის გამოწვევა, ხალხის ჩართვა ამ არეულობაში. და აი ეგ არის მაგათი მიზანი. და ამიტომ უნდა ყურადღებით იყონ ის ახალგაზრდებიც, კაცო, ნუ ხდებიან მათ ხელში იარაღა, ნუ იქცევიან. დიახ. შენდობას ვიტყოდ. რა თქმა უნდა, ბაბაო, ესა ფინანსება და ახალგაზრდა გარკვეული ნაწილი ყველა ვინც ქუჩაში უსტაზად არის. იმას კი არ ვამბობ, ყველა დაფინანსებულია. ერთად არ მფარავს, მაგრამ ძირითადად წამყვანი ჯგუფები არის დაფინანსებული. შემთხვევით არ არის ასევე რომ ეგრეთ წოდებული ლიკუდო თემის წარმომადგენლები მან გამოჩნდებიან, მან დადიან ყოველთვის და ეს არ არის შემთხვევითი ეს არც შემთხვევითი ეს ბილსიტყვაობა რო იდება არ არის შემთხვევითი უნდა შეიბრიცოს ჩვენი აზროვნება და რატომ მეტად შევილწული აზროვნება შევილწული ქმედება შევილწული ცხოვრება ადამიანისა მისი მართვა უფრო ადვილია უფრო ადვილად შეგიძლია მართო მერეით შესაბამისად ეს ყველაფერი პროცესი არის მართული და ძალად რო არის ჩამოყალიბებული აი ძალა ჩვენ ახლა საუბრობთ და გარკვეულ შეგონებებს ვახდეთ და მე თვითონებოს რომ თუნდაც ერთმა ადამიანმა მაინც შეისწინოს მამო ესე იგი ჩვენ საუბარს გონია რა თქმა უნდა და ამას მნიშვნელობა აქვს რაც რომ მეტი ვისაუბრებთ ამ პრობლემებზე მაგრამ გასათვალისწინებელია რომ ძალა როდესაც ყალიბდება და ძალა არის მოწინააღმდეგე მისი გაჩერება შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ ძალას და ძალის პრეროგატივა და ანუ კანონიერი ძალის მოქმედება ანუ ძალის უფლება მამაო ძალის გამოყენების უფლება ძალა უფლება ეს არის ხელისუფლების ამიტომ ხელისუფლებაზე ძალა უფლება ანუ ძალის გამოყენების უფლება ეს არის ხელისუფლება ის პრეროგატივა არის ამიტომ ხელისუფლებას პასუხისმგებლობა მოქმედებაზე და თუ ეს უნდა ესაუბრებოდეს ხელისუფლება ხალხს გარკვეულ საფრთხეებზედაც და თუ კი ის გათვლის რომ საკუთარი შესაძლებლობები სახელმწიფო გადაჭერას ვერ ახდენს ამ დროს შეუძლია დაუძახოს ხალხს და დაორგანიზოს ხალხს როგორც კანონის ფარგლებში და ეს უნდა გააკეთოს. მე შევახსენებ საზოგადოებას, რომ შარშან იყო, გონი აი ანტიმაიდანი რო უნდა იყო, ლაპარაკი მაიდანიო და ჩვენმა პლანმა რომ ანტიმაიდანის შექმნა დაიწყო. მოკვდა მაშინ იმ წელიწადს მაიდანზე საუბარი მოკვდა. ვეღარ ლაპარაკობდნენ მაიდანზე. იმიტომ რომ ზუსტად ის უნდა მიიღებდნენ პასუხს. ძალის გაჩერება ხდება ძალით. და რა თქვა აი თან რო ის ამოვიღეთო პრემიერის სიტყვა კიდევ და გავემეორო ამოვიღეთო იგი რაფია პარტიებს შევედო ის მერეო შევცინდაო და თან რო ეცინება რა ვიცი კაცო მართლა მონტაჟია ეს თუ ეს ტექსტი მისია აი სასაცილო რა არის და პრობლემა რა არის კიდე მამაო მან პრობლემა რა არის ჩემი აზრით თუ ეს ახლა რასაც ესენი აკეთებენ ქუჩაში
ჩვენ რო გავაკეთოთ ამდენი ხანი ჩვენ ქუჩაში არ გაგვაჩერებენ ჩვენ მამაო სადმე დავგვაპარტიმრებენ და ციხეს ჩამოყალიბენ კი არა რუსთაველზე მამაო დააშერებენ ციხეს სადაც ვიდგენ ვერ დაგვასვენებენ მამაო ციხეს და ეს ხალხი რომ დაიჭირეს ლიდერები გამოუშვეს გარეთ მამაო გამოუშვეს ეს და ის რიგითი ახალგაზრდები რომლებმაც მართლა ჩაიდინეს დანაშაული რაზეა საუბარი მაგრამ ბიჭო ის რიგითი ახალგაზრდები რო არის გაშვებული და მაღალი ციხეები ემუქრებათ ეს პიროტექნიკა ვინ მოიტანა საიდან ამოიღე იმ ოფისების ხელმძღვანელები რატო არ არის პასუხისმგებლობაში მიცემულები რა თქმა უნდა ორგანიზატორი წესებია სუსტი რო განცხადებას აკეთებს გადატრიალება იგეგმებაო კაცო გადატრიალებაო სახელმწიფო გადატრიალება იგეგმებაო ლოგინი გადატრიალებაო კი არა სახელმწიფო უნდა გადაატრიალონ დაკავებული არის ვინმე გამოძიება მიმდინარეობსო დაიწყეს გამოძიება არ ვიცი გამოძიებები დაიწყება იქნება ეს გამოძიება და ერთხელ ამაში და ვიდეო ჩავწერე აი ამბობ ეცინადება ვიქა ეგენი ირმენენ თუ გაისწორეს დაიჭერენ იმას დამახავენ ვინც გაისწორეს იმას დაიჭერენ მერე ესენი პარლამენტში შევლენ ისინი დაელოდებიან და ერთად იჭუჭუკებენ ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე ანუ ვინც გეგმავს გადატრიალებას და ეს ხელისუფლება ანუ ვისაც ატრიალებდნენ და ვინც ატრიალებს ერთად დაძლებიან პარლამენტში ამით დამთავრდება და ნუ გადატრიალებას და სისტემას მაინც ეს ვერსია ჯობია მაგრამ მე მინდა ახალგაზრდებს ვიმართო იმყოფებს აი ასე რომ მოხდება ხვანდაზე ჩემო შვილებო მე მაინც რაღაც მე მაინც ხო დაფიქრდებით არა შვილებო ასე იქნება და ვიღაცა თქვენთანგანს ან დაიჭერენ ვისაც კანონდარღვევაში იაღებიებენ მონაწილეობას ან ღმერთმა ნუქნას და თუ დაიშორეს ვიღაცები დაიღუპებიან ეს საფრთხე გვაქვს და ეს საფრთხე რო უყურებ ამას მიქნის აი სიმშვიდეს მაკარგინებს ამას არა მარტო მე ჩემს ირგვლივ ამას და ამით დავიწყე საუბარი ჩემს ირგვლივ ადამიანები რომ საუბრები ხოლმე თითქოს არ იმჩნევენ მაგრამ ამას ნერვიულობს რაზედაც ახლა მე ხმავალ ლაპარაკობ დიახ ამაზე ნერვიულობს მამა რო გაიაროთ აი ხო ავტობუსში ან რაღაცა იცით როგორი საუბრები მიდის აი ყველა ნერვიულობს ამაზე უმეტესობა 80% ვიღაცა გამოხდება მე იქ რომ აბა ეს უნდა გავაკეთოთ რუსეთს უნდა შეუერთდეს რაღაც ეგეთ ტექსტით გამოواردება მაგრამ უმეტესობა 80% ხალხის ამაზე ლაპარაკობს და ნერვიულობს უბრალოდ ამას ვერ გამოთქვავენ აი ეს ხმამაღლა როგორც ჩვენ საუბრობთ ეს უნდა გაითვალისწინოს ხელისუფლებამ კაცო უნდა გაითვალისწინოს ჩვენ რომ ვამბობთ ამას და ვაჟღერებთ ჩვენ შეიძლება ითქვას იმ უმრავლესობის 80%-ის გამჟღერებლები ვართ სინამდვილეში. ამიტომ უნდა მიეხედოს ამ საკითხს აუცილებელია და ერთი რამეც მინდა ხუმათო მამო რომ ზანეთ წევან ერთად ასდებიან აი თქვენ ნახავთ გაზაფხულზე სესია რო დაიწყება ერთმანეთს დაასწრებენ პარლამენტში შესვლას ეს ეგრეთ წოდებული ისინი რა ქვია პარტიები ეხლა ჩვენ კი ვთქვით რომ ამერიკას თავისი ინტერესები აქვს ტრამპის მოსვლას თავისი ინტერესი და ეს ინტერესი ექნება თავისთავად ცხადია მან 2x2 არც უნდა მაგაზე ლაპარაკი უბრალოდ მე ახლა აკრას ვამბობ ტრამპი რადგან არის კონსერვატიული ნარატივის მატარებელი ადამიანი რადგან მან განაცხადა რომ ხალი და მამაკაცი ვიცი რომ ტრანსგენდერებს ასე არ გავაჭაჭანებ და ასე შემდეგ ეს რა თქმა უნდა აი ამ იდეოლოგიურ ტრენდს შეცვლის სოფლიოში და ამ იმედის ესე ვთქვათ მდგომარეობა
გარკვეულწილად საქართველოს იმედი კი არა უბრალოდ ამ ტრენდის მოგვედება საქართველოსაც ზეგავლენას მოახდენს. რა თქმა უნდა ეს ძალები თავისთავად ცხადია მერე გაჩერდებიან, იმიტომ რომ ის გამოეცლებათ საფუძველი მაგისი თქმის და მაგისი მხარდაჭერის და თავისთავად ცხადია რომ მოხდება ის კი არა რომ დაუშვათ რასაც იდახდნენ ახლა რომ აუცილებელია მეორადი არჩევნები გაყავთ და ასე შემდეგ არამედ პირდაპირ აი გეტყვით მე მაგას შეიძლება ითქვას თითქმის 90% დარწმუნებული ვარ მაგაში რომ ერთმანეთს დაასწრებენ პარლამენტში შესვლას აი ნახეთ და აი ის წირავენ პატარა ბავშვებს და ასეთ მდგომარეობაში აგდებენ მათ არის იოტისოდენა პასუხისმგებლობაც კი არ ექნებათ ამაზე ისინი არც კი იტყვიან სიტყვიერათაც არ იტყვიან რომ ჩვენი ბრალი იყო ეს ვიღაცა რომ გამოვიდა ვიღაცა ცუდად გახდა თუ რაღაცა მოუვიდა მერცმა დაგვიფაროს ამ სცენარის განვითარებისგან ვიღაცა მოკლან და რაღაცა საკრალური ცხვებრი დაიდოს მერცმა დაგვიფაროს მაგისაგან არა იმიტომ რომ დაუშვათ რაღაცა ჩვენ პოლიტიკურ მიზანს ვუყარებთ ადამიანები გვეწოდება გვეწოდება არ გვინდა მათი დაუყვა და ამიტომ ამბობთ ამას და არ გვინდა ჩვენ ქართველი სისხლი დაიღვაროს როგორიც არ უნდა იყოს ის და აქედან გამომდინარე მათ არ ექნებათ არავითარი პასუხისმგებლობა იმათზე რა თქმა უნდა ყველა მიუხედავად იმისა მეთანხმება თუ არა ყველა შემთხვევაში ჩვენი ხალხი ჩვენები არიან ეგენი საშიშროებილები რა თქმა უნდა ქართველები არიან ცუდები თუ კარგები ჩემები არიან ეგენი რა თქმა უნდა ეს ახალგაზრდები რომლებიც მიაქარებენ ქვეყანას სამოქალაქო დაპირისპირებისკენ და შემდგომ უკვე რუსეთთან დაპირისპირებისკენ რაც უკრაინას დაემართა ის დაგვემართება ეს ახალგაზრდები მე მინდა რომ გამრავდეს რა თქმა უნდა მეზობელ სახელმწიფოთა ომში ეს კი არ მინდა რომ გამრავდეს დაზარდონ შვილები ქრისტიანული ზნეობრივი შვილები დაზარდონ ეს მინდა მათი გამრავლება მინდა და რაღაც გადაშენება და მათი ზნეობრივი ცხოვრება მაინტერესებს ასევე თქვენს და ყველას და ეს არის ჩემი სული, ეს არის ჩემი ნევროლოგიის მიზეზი, რომ ველოდება საფრთხე ველოდება. მე ვიგამიტოს ახლა ომში პირადად. ან თქვენ ხო? მე ეს თაობა მენანება. რა თქმა უნდა. რა ვიცი, ბეთროვი შემიძლია, არ ვიცი, ისე თუ წავიდა საქმე. რაღა დროს ჩვენ თავის მაგრამ ახალგაზრდები მენანებია. რისთვის ომში და არ ვიცი ღმერთმა გაუნათოთ გონება ამინ ღმერთმა დააწყოთ ჩააფიქროს საკუთარ ქმედებაზე და ღმერთმა ის მათ გონებაზე ისე იმოქმედოს რომ სასარგებლო მარიონეტები არ იყვნენ მტრის ხელში იცით მამა არის ასეთი სიტუაცია ჩვენც რო ვიყავით ახალგაზრდები გარკვეული რაღაცა პრინციპები გაგვეჩნდა და გვეგონა რომ მართლები ვიყავით მაგრამ ცხოვრებისეულმა გამოცდილება მე ბევრ რამეზე დაგვაფიქრა ბევრ რამე ასე ვთქვათ ჩვენს აზროვნებაში შეიცვალა და თუ რაღაცა ძალიან მტკიცედ ვიცავდით იმ პრინციპებს ახალგაზრდობის პერიოდში მე ცხოვრებისეული გამოცდილებიდან მომდინარე ჩვენ გადავაფასეთ ის ღირებულებები და ის ღირებულებები აღვიარეთ რაც იყო დაუშვათ ქრისტიანულ მსოფლმხედველობაში კარგი და აი იმან გვასწავლა ის ჩვენ შეიძლება კომუნისტურ პერიოდში დავიწყოთ ცხოვრება და თქვენც მამაო და მეც და ახალგაზრდები როცა ვიყავთ რაღაცეების ასე გვჯეროდა რაღაცეების ისე გვჯეროდა მაგრამ ღვთისწყალობით მე ჩვენი ხედვა ჩვენი მომავალი შეიცვალა იმითი რომ დავფიქრდით დავწონეთ გავაანალიზეთ დავალაგეთ ყველაფერი შავ-შავი დავარქვით თეთრ-თეთრი დავარქვით და მე იმედი მაქვს რომ ჩვენი ახალგაზრდობა ჩვენი მომავალი თაობა მე რა თქმა უნდა ზოგიერთებზე ვერ დავდებ თავს იმიტომ რომ თუ ადამიანი ესე ვთქვათ ძალიან ბილწათი ზრდება და ზრდილობის ნატამალი არ გააჩნია ძალიან რთულია მისი შეცვლა და მისი გადაკეთება სხვა ადამიანად მაგრამ უმეტესობა
ოჯახებიდან გამოსული ახალგაზრდები არიან, იქიდან ასე ვთქვათ, მაინც აქვთ მათ საფუძველი იმისა, რომ ოჯახებში იზრდებოდნენ და იმედი მაქვს და მაღალ ღმერთს ვთხოვ იმას, რომ მათაც გადააფასონ ბევრამე და სწორად გაიაზრონ, სწორად ქვეყნის სიყვარული სწორად გაიაზრონ და არა ისე, რომ ვიღაცამ გარედან უთხრა, ვიღაცამ გარედან მოუწოდა, ვიღაცა მეზობელმა უთხრა, რომ აი შენ ესე უნდა გააკეთო, ესე უნდა მოიქცე და იმის ჭკუაზე იაროს. არა, იმის ჭკუაზე არ უნდა ვიარო, ჩვენ უნდა ვიარო ჩვენ ჭკუაზე. ჩვენი ქვეყანა ჩვენ უნდა გამოვიყვანოთ, ამოვიყვანოთ ჭაობიდან და ჩვენი ქვეყანა უნდა სწორ მიმართულებით განმოვითაროთ. ამისი შესაძლებლობა გვაქვს, აი საუკეთესო ქვეყანა გვაქვს, საუკეთესო გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, კლიმატური პირობების თვალსაზრისით, გეოგრაფიული თვალსაზრისით, ყველაფერი გვაქვს აბსოლუტურად. ამას უნდა სწორი მოხმარება, სწორი განვითარება. თუ ეს მოხდება, აუცილებლად ჩვენ ერთ-ერთი უძლიერესი ერიგა და უძლიერესი ქვეყანა გავხდებით ამიერკავკასიაში. და ეს ყველაფერი რა თქმა უნდა არ მოხდება არავითარ შემთხვევაში თუ შენ სხვის ინტერესებს ითვალისწინებ და არა საკუთარი ქვეყნის ინტერესებს. სანამ დავემშვიდობებით, მამი, ჩვენს მაყურებელს. ერთ კომენტარზე უპასუხებ თქვენი ნებართით, მამი და დავისაუბრებ შემიძლია. ჩემი საყვარელი ადამიანი, პატივსაცემი ადამიანი კომენტარი არის. პატივისცემას უდასტურებ საჯაროდ პირადადაც არაერთის შეხედვა ჩვენ. ერთი მე ხო ვთქვი, ერთად დაждდებიან თქვენთვის, რომ ერთად დაждდებიან პარლამენტში. ერთად ვეღარ დაждდებიან ქოცნაცები პარლამენტში მამაოებო. ქოცები ხალხის დაპირებულია მე რამდენად, რომ ნაც რეჟიმს დაასამართლებს. და ნაცების ვეღარ დაждდებიან, მოკლეში არ ვიტყვი. დიდი კომენტარია, ნაცებს ვერ დაждდებიან, რადგანო შეპირდნენ რომ არ შევართო პარლამენტში და ეს რომ გააკეთონ ხალხი აღელდებაო და ასე თავისად მოკლედ ვიტყვი. ხოდა აი გეყიმება უკვე მამაო და ჩემო ძვირფასო მეგობარო, ჩემი უდიდეს პატივისცემა თქვენ. რაშია საქმე იცით? როგორ თუ მოხდა რა გადატრიალება ღმერთმა იმებოს, რომ გადატრიალება ვერ მოხდეს და იმ ვერსიას ისიც ჩვენ ყველაზე მეტად გვეშინია სამოქალაქო დაპირისპირებას გულისხმობ, მაგათ ერთადობა ჯობია. დაждდნენ ერთად. მაგრამ დაждდებიან თუ არ დაждდებიან ერთად. მაიდანი რო განხორციელება და დასავლეთიდან ეტყვიან, მორჩა კინოს შეი პარლამენტშიო, ეგენი შეცვლდებიან პარლამენტში. და შეეხება ახლა ნაცების მომხრეებს. აღელდება თუ არა ნაცების მომხრეები. ვიღაცა მართლა აღელდება, მაგრამ მთელი ეს შემადგენლობა, ძირითადი სასტავი, ეგრეთ წოდებული ბოდიში, ჟარგონში, შემადგენლობა, მთლიანად ვინც ახლა აპროტესტებს, ეს არის დასავლეთიდან დაფინანსებული სექტორი. და დასავლეთიდან იყოს ლაშაბულეთო, პარლამენტშიო, ეს დაფინანსებული სექტორი ხმის სამომები არ იქნება. ის რამდენიმე ადამიანი, მოკლედ უწყლად დადის რუსთაველზე აპროტესტებს და ჯერავს ევროკავშირში შევიდეს, ეგ მცირე ნაწილია, მაგრამ შესაბამისად ის ფლანგი არ აღვიქოს ხმას, ნაცები რომ შევლენ პარლამენტში. ახლა მოდი ოცნება და მისი მომხრეები ვთქვათ. ოცნება მარჩენები როგორ მოიგო? მე ვიცი რამო ჩემსებული ხალხი, კოორდინატორები, რომლების მეშვეობითაც მოიგეს არჩევნები ოცნება. ელოდებოდნენ ჩემთანაც უთქვამ, სხვასანა ნეტა როდის ჩამოივლიან კაცო, არჩევნები რო ახლოვდება, პატარა ფურფიშონით დაარიგდა მამაუზარმაზარი პული. ოცნების კოორდინატორები ელოდებოდნენ ჩამოვლას ხელისუფლები, წარმომადგენლები და რომ პული ეშონა. და ეს ხალხი ახლა მე თავრობაროების არიქა გადატრიალებას ავაცილებ ქვეყანა და ახლა ეთავსდებითო ფულის პრობლემებო ეს ხალხი ხმის ამომღებია ჩემო ძვირფასო ჩემო მეგობარო ხმის ამომღები და სახელმწიფოებრიობა მოაზროვდნენ ვინც არის ის ფლანგი როგორც მამაო თქვენ ბრძანეთ გაკრიფეს ახლა არჩევნებზე ეს არის ეროვნულ-კონსერვატული ფლანგი გაკრეფილი შესაბამისად ხალხი ქუჩაში გამოვა აიდან რო ჩავარდებოდა ესეთი ერთად იწუჭუგებდა პარლამენტში მე ამისი ამჯერა მამა არ მოგწევია
აი კიდევ ერთხელ გასწორ პატივისცემას ძალიან კარგი თბილი ურთიერთობათა გვაქვს და პატივისცემას რა ასე ვფიქრობ ორ სიტყვას მეც ვიტყვი მამაო და დავამშვიდობოთ ოცნებას რომ დომებოდა ასე ვთქვათ ოპოზიციის არ შეშვება და არ მისვლა პარლამენტში მაშინ დღეს უკვე დამთავრებული იქნებოდა ეგ ოპოზიცია იმდენი ასე საბაბია ქვეყნის დამხობის მუხლი არსებობს რომელიც ესე იგი მართლაც უნდა აი მაგ კანონის მიხედვით უნდა ეგ 7-8 წელი ხეხონ ციხეები მაგრამ არა 12 დღე დაიჭირეს მეტი არ დაიჭირეს და რატომ იმიტომ რომ მაგათა აწყობთ ინარჩუნებენ მერე დაცინებენ ეს ხობოდი რომ შეარჩხილო მერე შეარჩხილო იმათ აღა რომ შეარჩხილო იმათ შეარჩხილო ხო კრილებია მოფლი გადმოვა დავლოცოთ ჩვენი მაყურებელი მამაო უსურვოთ სიმშვიდე მშვიდობა წყალობა ღვთისა ყოვლადწმინდა მშვიდობელმა გადაგვაფაროს თავისი მადლმოსვილი კალთა დაგვიფაროს ყოველგვარი ავიცაგან ბოროტისაგან და უფალმა იესო ქრისტემ მოგვანიჭოს მშვიდობა ამინ ამინ კარგით აბა კარგად გზანდებოდეთ ძვირფაცო მაყურებლებო სიკეთეს გისურვებთ და მომავალ შეხვედრამდე პარასკევს ისევ ჩვეულებისამებრ შევხვდებით ერთმანეთს ტრადიციულად კარგად გზანდებოდეთ და ეხლა მე მინდა რომ ჩვენ ყველამ ერთად ვიგალობოთ ღირს არ შეშმარიტად ღირს არ შეშმარიტად რათა გადიდემდე Oh